აი ამ ფორმებზე მინდოდა ზუსტად მეც თქვა რომ ბატონ მინის მინდა რომ ჩემი პესიმიზმი გავუზიარო ახლა და ამ ფორმებთან დაკავშირებით. კი, მართალია მოყვა ამას სტაჟი, მაგრამ მათ შორის ეს მშობლები, როდესაც მოვა სექტემბერი, მე ეჭვი მაქვს რომ ეს ფორმების რეფორმა არ განხორციელდება და რატომ? თუ ვერ. როგორ? ვერ. ხო, ანუ სხვა შორის სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამ თავრობის წარმომადგენლებს გარკვეულ რეაქციებთან შეხებისას, როდესაც ის აწყდებიან წინააღმდეგობებს ჩვეულებრივი ადამიანების მხრიდან, ხო, უკან დახევა იციან ხოლმე რაღაც სიტუაციებში. მათი ამოდ დავაზუსტებ, მათი ამოდ კი, ხო, რა მნიშვნელობა საზოგადოებაში, მათი ამომრჩევლებიც არიან და მოწინააღმდეგეებიც, ხო და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი თემაა ესეც, იმიტომ რაც არ უნდა ასე ვთქვათ, სიტყვით ადამიანს მოსწონდეს, რომ ფორმა და რაღაც დისციპლინა და რაღაც წესრიგი ამასთან უკავშირდება ეს, როდესაც აღმოჩნდება მე რომ წარმოვიდგინოთ ახლა მშობლები ვართ ხო რომ ორი ფორმა ხო მაინც უნდა უყიდოს ეს ანუ დამატებით ესე იგი თავის შვილს ორი შვილი თუ ყავს სამი შვილი თუ ყავს რომ მხოლოდ ერთი რაღაცა ჩაართვა არ ვიცი რა ფერი იქნება სავარაუდოდ ლურჯი იქნება მაგრამ მაინც ხო ყველაფერს უნდა მოწესრიგება და ასე და ამ ეს არის ჩვეულებრივი დისკომფორტი ზედმეტი ხარჯი რაც ნუ რას უკაცრავად არ მოეწონება არავის, როდესაც უკვე შეეხებიან. თან ნახეთ ერთ-ერთი არგუმენტი ამ ფორმის შემოღებით, ჩემი აზრით ძალიან მტკივნეული და შეუსაბამო არის ის, რომ ბავშვები დასცინიან ერთმანეთსო ტანსაცმლის გამო და ერთნაირი რომ მეცმებათ ყველასო, აღარ დასცინებენო. ერთი თუ ტანსაცმლის გამო ბავშვები ერთმანეთს დასცინიან, ესე იგი სხვა რიგის პრობლემაა, ხო? და მით უმეტეს თუ ამათ ერთნაირად ჩააცმევ და იმ ტვინში რაც აქვს, ანუ დაცინვისა და რაღაც აღზრდის გამოწვეული პრობლემები, იმას ხო სხვა რამებზე გადაიტანენ, ფეხსაცმელზე გადაიტანენ, ჩანთაზე გადაიტანენ, დაცინვა თუ მინდა და ამის ასე ვარ მე ჩემს ასეთ სოციუმში, ანუ კლასში, ხო, რა უნდა დაცინვის საბაბის მოძებნას, ამიტომ ეს იმდენად გაუმართლებელი მოკლედ მე დასრულზე დასცინება.